ბაჰარი. ბაჰარ, შენ გარეშე ამ სახლში სიხარული შეწყდა. როგორც იქნა ისე ერთად ვართ და ოჯახში სიმშვიდეა. იმედი მაქვს ღმერთი აღარასდროს დაგვაშორებს. ღმერთმა გისმინოს. ღმერთმა გისმინოს. უფლისწყალობით ერთად ვიქნებით, ფამუქ. რთულია, როცა ადამიანს საკუთარი ცხოვრების განკარგვა არ შეუძლია. ახლა ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაბარდა. ბაჰარ, ამის მერე შეძლებ ისე იცხოვრო, როგორც შენ გინდა. დრო ისე სწრაფად გარბის. არავინ იცის მომავალში რა ელის. ბედნიერება სრულად უნდა შეიგრძნო. არც ერთი შანსი არ დატოვა. გადაწყვეტილება მივიღე. თუ რამე მომინდება, მაშინვე გავაკეთებ. ხვალინდელ დღეს არ დაველოდები. Aysun xanim, სადმე მიდიხართ? ამერიკაში მივამგზავრები. ჩემო დამ გამოსაშვებს საღამოზე დამპატიჟა. გოგო რა შემინახომა უნდა. მართალი გითხრა, ადრე გაფრენას ვაპირებდი, მაგრამ შენ ვერ მიგატოვე. იმდენი რამე მოხდა. ავარია, გლოვა, ტრაგედია. თუმცა დის მონახულება მაინც საჭიროა. იქ სულ მარტო ცხოვრობს. შენზე არ ვდარდობ. სანდო ხელში რჩები საყვარელო. ძალიან მომენატრები, ბაჰარ. მეც მომენატრებით. არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებთ. ეს რომანებია. ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ. ხომ არ ჩქარობთ? დავსხდეთ, ვილაპარაკოთ. როდის ხახლა თუ არა? არა, ბაჰარ. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ. კარგი, ვილაპარაკოთ. დაბრძანდით. ბაჰარი ამბობდა, თუ რა საშინელებაა, როცა ვიღაც თავისუფლებას გართმევს და საკუთარი ცხოვრების განკარგვის უფლებას არ გაძლევს. შენ კარგად მესმის, ბაჰარ. სისასტიკეა, როცა თავისუფლებას ძალით ართმევ. და ადამიანს აიძულებ იმის გაკეთებას, რაც მას არ უნდა. როცა ჩემმა ყოფილმა ქმარმა გამიდაცა, ამას მაშინ მივხვდი. ეს საშინელება იყო. ხო, როგორ დაგტანჯეთ. გარემოს შეცვლა ამის დავიწყებაში დაგეხმარებათ. დასთან შეხვედრით კი სიამოვნებას მიიღებთ. იმედი მაქვს.
არაფერია, იმ საბუთებს მაინც მოვიპოვებ. თუ საჭირო გახდა, დილამდე მოვიცდი. რა სიტყვით არის, ჩემთან ხომ არ წავიდეთ? სახლში არავინაა. კარგი, წინააღმდეგი არ ვარ. ცოლი გირეკავს? უპასუხე და ელაპარაკე. ისმენ საყვარელო. თარიკ, ვახშამი მზად არის. გელოდები. საყვარელო, დამაგვიანდება. თუ მოგშივდა ჭამე, მე რომ მოვალ, მერე შევჭამ. ახლა არ მშია. არა, თარიკ, გელოდები. კარგი, როგორც გინდა. დამელოდე, სამუშაოს მურჩები თუ არა, მაშინვე დავბრუნდები. ნახვამდის. კარგი, ნახვამდის. რას მეუბნებოდი? იმას, რომ ვახშმის მერე ჩემთან წავიდეთ. როგორ შეიძლება ჰაზანს არაფასებდე? ასეთ ანგელოს, ასეთ მშვენიერ ქალს. მას ცუდად არ უნდა მოექცე. არ დაუშვებ, რომ მისგან ფარულად რაღაცას ხლართავდე და გულს დგენდე. ჰაზანი ამას არ იმსახურებს.
ჭანდება სად არის? სად არის სად? ელფენჰაიმ, როგორც იქნა სახლის გზა იპოვეთ? რატომ დაბრუნდი ასე გვიან? არის ძირა დროა. დეიდა ხომ გაგაფრთხილე რომ მელისთან ერთად ვიმეცადინებდი. მალე გამოცდა. მე კი მასალას ჩამოვრჩი. მხოლოდ შენ გონია რომ სწავლაზე ადვილი არაფერია. სხვათა შორის მე მოდანაშაულებ. თვითონ კი სახლში ახლა ბრუნდები. შვილო, ნამცხვარს ვამზადებდი და ფქვილი გამithravდა. სახიდლად სერფილთან გავედი. მართლა? პარკში რა გაქვს? დეიდა სერფილმა გამომატანა რომ გაგვესინჯა. ყველაფერი ნატურალურია. დანამატების გარეშე, რომ ავიღე სულ დამავიწყდა რა უნდა მეღიდა. შენ მოგიწევს ასვლა. დეიდა არ მცალია. კომპიუტერთან უნდა დავჭდე და მიმეცადინო. მერე ძმა დაბრუნდება და კომპიუტერი მასაც დასჭირდება. კარგი, გასაგებია. სახლში წაიღე თვითონ წავალ. წადი. კარგი დეიდა. აბა ეს რა ანგარიშებია? ეს არ არის. ახლა დაგტოვებთ. ჩემი წასვლის დროა. იქნებასე არ იჩქაროთ. ბაჰარ. ალბათ თავისი მიზეზი აქვს რომ ჩქარობს. წავიდეს. კარგი. ბედნიერი მგზავრობა. ეჯეს მიულოცეთ და მომიკითხეთ, კარგი? რა თქმა უნდა, გადავცემ.
ნახონდის. ნახონდის. ფამუკ. შევხვდებით. ნახონდის აისუნჰანიმ. არა, საჭირო არ არის. მომაცილებთ. დამშვიდობებას ვერ ვიტან. უბრალოდ წავალ. ნუ დარდობთ, აქ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერს მივხედავთ. ასე რატომ ლაპარაკობთ, თითქოს სამუდამოდ მიდიოდეთ. გამორიცხული არ არის, რომ აისუნჰანიმს სიგდარჩენა მოუნდეს. ვენეცის იქნებ კომპანიამ იქ ფილიალი გახსნას. ყველაფერია შესაძლებელი. ერთი აზრი დამებადა. რადგან ყველა აქ ვართ, მოდით ფერმაში წავიდეთ. დიდი ხანი არ ყოფილ ვარ, რადგან ხაზენის ხორცილისთვის ვემზადებოდით. გონულ ხანიმ, შვილის დაოჯახებას გილოცავთ. გმადლობ, ფამუკ ხანიმ. ეს ისე ნაჩქარევად მოხდა, რომ ყველას დაბადიშება ვერ შევძელით. მერე რა პრობლემაა. მე და ბაჰარი მოვალთ და მოგილოცავთ. წავიდეთ, რა თქმა უნდა, მობრძანდით. ბაჰარი ჩემთვის შვილებითაა, როგორც მთელი ჩვენი უბნისთვის. მართალია. წავალ ჩვენთვის ჩაის დავისხამ. ოსჯან. თარიკი სად არის? ნამცხვარიც გამოვაცხვე. შენ ხომ იქ არ გაჭმევდნენ? აიღე. ნამცხვარზე უარის თქმა გამიჭირდება. ქორწილში ზედმეტი მომივიდა, ახლა სიფრთხილე მიმართებს.
ისე მათი აღმძრელად გამოიყურება, თავს ვერ შევიკავებ და შევჯამ. შენ სასაკში ამის ჭამა შეიძლება. კალორიები ქორწილშივე დაწვი. გონულხანი, მეც მინდა ასეთ ქორწილში წასვლა, ახალგაზრდობას გავიხსენებდი, იმდენს ვიცეკვებდი. იცით ფამუქანი, იმედი მაქვს მალე კიდევ ერთი ქორწილი გვექნება. ხო და იქ ვიცეკვებთ ძვირფასო. შესანიშნავი იქნებოდა. ახლა მივდივარ. მაგრამ დავბრუნდები. ალბათ ფიქრობთ, რომ გაიმარჯვეთ. მაგრამ გპირდებით, რომ ძალიან მალე ისევ შევხვდებით. ელფინ, მოვედი. ელფინ, სად ხარ? აქ ვარ დეიდა, კიდევ რა მოხდა? არაფერი, შენი დანახვა მინდოდა. არ შეიძლება? გული მტკივა ისე დავიღალე, აღარ შემიძლია. ეს სამზარეულოში წაიღე. კარგი, მიმაქვს. კონვერტის მოძებნის დრო კი მქონდა. კარგი, მერე მოძებნე. მოგვიანებით. ელფინ, კვერცხი ათქვიფე? ნამცხვარი ხომ გიყვარს? ხო და დეიდა შენს დაეხმარე. რა თქმა უნდა, ახლავე. ოსჯან, ჩუმად მივხარ. ძალიან გთხოვ, რითით მაგინოდა მითხარი. მოგესალმებით. აქ რატომ გახართ? თვითონაც არ ვიცი. ოსჯანი მოვიდა და მითხრა, რომ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა დამლაპარაკებოდა. მერე კი შენ მოხვედი. ტელეფონი მიჯდებოდა, როცა ველაპარაკებოდი და ვთხოვე, რომ შენ გაეფრთხილებინე. არ მინდოდა გედარდა და აფორიაქებულიყავი. გასაგებიანოდ გახართ, შემოდით. ბახშებს გაგიცხელებთ. შენთვის ჩხუბი არასაკმარისი იყო? ახლა მოხვედი, რომ ჩემს ცოლთან ჩამიშვა? არა, ამის გამო არ მოსულვარ. ნუ მატყუებ, ფიქრობ ამას მეგობრობა ჰქვია? ნუ მაიძულებ, რომ შენ საქციელს ხმამ აღლა უწოდო თავისი სახელი.
ისევ ჩხუბი გინდა? ფულის გამო არა? მოგცემ შენს ფულს. რა შუაშია ფულით არიქ? ამაზე ხმასაც არ მოვიღებდი. აქ სიტუაციის გამო სასწორებლად მოვედი. გავბრაზდი და მინდოდა შენთვის მეთქვა, რომ ასე მოგცევა შეგეწყვიტა. ამისთვის მოვედი. აბატია მეგობარო. ალბათ მეც გავცხარდი. ხომ გესმის, რომ შენ გარდა აქ მეგობარი არ მყავს? ნუ ვიკამათებთ. მოდი შევრიგდეთ. დემირშვილო, დიდი მადლობა, რატომ შეწუხდი? საჭმელი რატომ შეუკვეთა? მართლა თვითონ მოვამზადებდით, რა საჭირო იყო ამდენი შეკვეთა? ნუ გეწყინება, გემრიელი ვახშამია, დიდი მადლობა დემირ. ღმერთი შეგეწიოს. გემრიელად მიერთვით. რა სიტყვი? ყველაფერი შესანიშნავია. პატარა რესტორანია, მაგრამ ძალიან გემრიელად ამზადებენ. კიდევ დესერტიც იქნება. ესეც შეუკვეთე. ხო, ვახშმის მერე შევჭამ. გახსოვს ერთხელ მე და შენ დესერტი გავსინჯეთ. რა ერქვა? რა და ნიშე. ხო, შესანიშნავი იყო. მომეჩვენა, რომ მისი გემო ჩემთვის ნაცნობი იყო. ბაჰარ, ნუ წუხარ. ყველაფერი კარგადაა. ცოცხალი ხარ და უვნებელი. მეხსიერება მალე დაგიბრუნდება. ნუ დარდობ შვილო. ხო, ბაჰარ, ამოქანი მიმართალია. მოდი, მხოლოდ კარგი ამბები გავიხსენოთ. დემირ, შესანიშნავი იყო ის დღე, როცა დესერტი ვჭამეთ. რა ხდება? რატომ ბრაზობ? არ ვიცი, თარიკ. საჭმელი მოვამზადე, სუფრა მოვრთე. ძალიან მინდოდა შენთან ერთად მე ვახშმა, მარტო ყოფილიყავით. შენ კი გვიან მოხვედი და გული დამწყდა. ჩემო ძვირფასო, ნუ დარდობ. განარ მე არ მინდოდა შენთან ყოფნა, მაგრამ სამუშაო მქონდა. დავპირდი, რომ დავასრულებდი და ვერ წამოვედი. ტყუილად ბრაზობ. დამიჯერე. არა ძვირფასო, არ დარდობ. ხდება ხოლმე. ვახშმის გაცხელებაც ხომ შეიძლება? ნუ წვენს. მოდი, აქ და ჯექი მე კი გავაცხელებ. მოდი. დაგეხმარები? არა, შენი ჯექი, ყველაფერს მე გავაკეთებ. მასუყურე. ჩემი მოტყუება უნდა. შენთან პატიჟებ? ხო, კარგი აზრია. ერთმანეთს კარგად გავიცნობთ, მე და დავუახლოვდებით. კარგი კი არა, შესანიშნავი აზრია, მაგრამ სახლში ცოლი მელოდება. დავპირდი, რომ სამუშაოს მერე სახლში მივიდოდი. მაგრამ ჯერ საქმე არ დამისრულებია, ხომ ასეა? ბოლოს და ბოლოს ესეც ჩემი სამუშაოს ნაწილია. კარგი, წავიდეთ. პირველი ხელფასიდან საჩუქარს ვუყიდი და ყველაფერს გამოვასწორებ. კარგია, რომ ამ საკითხს შეეხემ. სააგენტოს კომისიის თაობაზე უნდა შეგახსენო, რომ რა კომისია, რას გულისხმობ? ჩემ სააგენტოში მუშაობ. მე კი შეკვეთებით გამარაგებ. ხო, გასაგებია.
რა თქმა უნდა, შეკვეთებიდან გარკვეულ თანხას იღებ. ხომ ასეა? საკმაოდ კარგი თანხაა. შენი შეკვეთის ნახევარი მე მეკუთვნის. რო? ეს როგორ, ნახევარი? ბარემ მთლიანად აიღე? ეს სტანდარტული პროცენტია. ასეა მიღებული, ნუ ბრაზობ. სულ არ მადარდებს ეს სტანდარტები. მეგონა 5-ან 10%-ს აიღებდი, თურმე 50 ყოფილა. გინდა მონასავით მამუშაო? მართლა ასე გინდა? ეს ბიზნესია, როგორ არ გესმის? მე რა იდიოტს გავარ? მე ბევრი უნდა ვიშრომო, შენ კი კაბინეტში ჯდომით ფული აიღო? ეს არ მოხდება, არა. კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს ვერ შევცვლი. მორჩა. ვერ შეცვლი, არა? თუ ასეა წავედი, უარს ვამბობ. თარიქ, სულელი ნუ ხარ. წარმოუდგენელია, რომ გამომუშავებული ფულის ნახევარი შენ მოგცე. თარიქ, სად მიდიხარ? თარიქ! წარმოგიდგენია, ვერ უყურებ რა თავხედია. ჩემთან არ გაუვა. რაც ხელია. შეანდაბა ეს როგორ დამემართა. დიდი მადლობა. შეგერგოთ. ყველას დიდი მადლობა. ამას ავიღებ. არა, დაისვენე შვილო. ბოლომდე ძალა არ მოგიკრებია. მე დაგონული მივხედავთ. აბა რაც ვერფასო. ყველაფერს ავალაგებთ. დავრეცხავთ. რაც გადასაყრელია, გადავყრით. შენ ჯერ არ დაგისვენია შვილო. ისედაც როგორ დაიტანჯე. ო ბაჰარ. მართალს გეუბნებიან. სჯობს წამოწვე და დაისვენო. მესმის. იცი ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ასე მგონია, რომ ვერ დავიძინებ. ჯერ კიდევ გუშინ საავადმყოფოში ვიყავი და არ ვიცოდი რა მექნა. ნება მომიცით, რომ ამ მომენტით თქვენთან ერთად დავტკბე. კარგი? ჩემო ლამაზო. მესმის, რომ ამ მომენტის გახანგრძლივება გინდა. მაგრამ სჯობს, დიდხანს არ იჯდე და დროზე დაწვე. კარგი? წინ ბევრი ლამაზი დღე გელის და ბედნიერად გაგედარებინოს შვილო. რატომ მარჯამ? ყველაფერი ძალიან გემრიელია. გეფიცები? დაილოცო შენი ხელები. თარიქ, არაფერი მინდა. მადა არ მაქვს. ასე არ გამოვა. თავს ყურადღება უნდა მიაქციო. ორსულად ხარ. გთხოვ, ჩემო ლამაზო. ცოტა შეჭამე. გთხოვ, ძალიან გთხოვ. თარიქ, არ მახინჯდები, არა? ხაზან ასეთი აზრები საიდან მოგდის? რა თქმა უნდა, არა. შენ ჩემთვის ყველაზე ლამაზი ქალი ხარ მსოფლიოში. მაგრამ ორსულობის გამო წონაში კიდევ უფრო მოვიმადებ. მუცელი გამეზრდება, ბურთივით დამაჯდება. თარიქ, მეშინია რომ აღარ მოგეწონო. ძვირფასო, ჩემო საყვარელო, ამოიგდე თავიდან ასეთი აზრები. ზგავსი რამ არ არსებობს. განა შენს მიტოვებას შევძლებ? იცი რა, ხვალ არ მუშაობ. დღე ერთად გავატაროთ. ის გავაკეთოთ, რაც მოგესურვება, რა სიტყვი? რა კარგი იქნება სიამოვნებით. გესმის? ამ სიმღერას ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში ვუსმენდით. გახსოვს, ვთქვით, რომ ეს ჩვენი სიმღერა იქნებოდა. მოდი. ცეკვას მთავაზობ?
ხო, აქ? რატომაც არა, მოდი. ახლა არა. თარიქ წუხარ. ეს რა იყო? Fisman? ალო შერებ. რა ქენი? ის კონვერტი იპოვე? ვერ ვიპოვე. ზებნის დროს ვიღაც შემოვიდა. ვერ ვიპოვე. შერებ ასეთი მოუხერხებელი, ასეთი უსარგებლო კაცი როგორ ხარ? ეს საქმეთ ყოველად დაგავალე. ჯობდა მე მიმეხედა. მომისმინია ისუნ. არ დაგავიწყდეს, რომ შენზე ჯერ ისევ გაბრაზებული ვარ, ასე რომ სიტყვებს დაუკვირდი. რა, რაღაც კონვერტის გამო სახლში მყოფთათვის თავში ტყუიები დამეხალა? მხოლოდ თავის მართლება შეგიძლია, სხვა არაფერი. ციშავ. კარგია, რომ ჩვენს ურთიერთობას არ მალავთ, მაგრამ ამავდროულად რცხვენია. შენი მესმის. სიმართლე გითხრა, ცოტა მეც მრცხვენია. ერთი რამ აშკარაა, რომ სასერცხო არაფერია. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და ამის აღიარებას ყოველთვის შევძლებთ. შეგვიძლია ერთმანეთს თავისუფლად შევხვდეთ. რასაც სიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ ვიღაცას უყვარხარ. ენატრები. შენთან შეხვედრას ელოდება. ხელავს, განიცდის. ასეთი რამ აქამდე არასდროს განმიცდია. არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. მეც. უფრო სწორად. არ ვიცი ასეთი რომ განმიცდია თუ არა. როცა შენ გვერდით ვარ. მუცელში თითქოს პეპლები დაფარფატებენ. შენთან ერთად დრო რასწრაფად გადის. მაგრამ უნდა წავიდე. არ დარჩები? შენც დაღლილი ხარ. შენთვის ოთახს მოვამზადებინებ. გთხოვ, დარჩი. დამიჯერე ძალიან მინდა, მაგრამ ელფინი ვერ დაიძინებს. სანამ არ დამინახავს. წავალ, პირდები რომ დილით ადრე მოვა. თუ ასეა ხოლამდე. კარგი, ხამამშვიდობისა. ხამამშვიდობისა. ხამამშვიდობისა, დემირ.
ეჯე მიხარია რომ კარგად ხარ პატარა. ახლა რაღაცას გეტყვი ეჯე. აქ ვიღაცებს ვუთხარი რომ შენთან მოვდივარ ამერიკაში. გაითვალისწინე. და მართლა ჩამოხვალ? ძვირფასო მომისმინე. რაღაც საქმეები მაქვს და ახლავე ვერ წამოვალ, მაგრამ როგორც კი შევძლებ, გამოვფრინდები. კარგი და როგორც შეძლებ, ეჯე შენთან სათხოვარი მაქვს. თუ ვინმე დაგირეკავს და მიკითხავს, უთხარი რომ შენთან ვარ. არ მინდა მათ თვალში მატყუარა გამოვჩნდე. ნუ ხელავ, ყველაფერი რიგზია? ხო, უბრალოდ ცოტა დასვენება მინდა. ამიტომ გითხარი, დანარჩენს რო ჩამოვალ მე მოგიყვები. მიყვარ ხარ დაიკო, თავს გაუფრთხილდი. კოცნი, გეფერები. მეც დილამშვიდობისა მსოფლიოში საუკეთესო ძამიკო. დილამშვიდობისა მსოფლიოში საუკეთესო დაიკო. ხედავ დილით ადრე ამდგარ ხარ. ყავას მიირთმევ. ის იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. ბაჰარი მეშმაკი აისუნისგან დაიცავი? შეიძლება ასეც ითქვას. ეს ნიშნავს, რომ გეგმები კიდევ გაქვს. არ გინდა გეგმების შესახებ მსოფლიოში საუკეთესო დასს მოუყვე? მაინტერესებს. წინააღმდეგი არ ვარ. მაგრამ არავითარი გეგმა არ მაქვს. ჩემი ერთადერთი გეგმა ბაჰარის ბედნიერება. ერთადერთი და განუმეორებელი. თუ ბაჰარი იქნება ბედნიერი, დემირიც ბედნიერი იქნება. რა კარგია. ეს ნიშნავს, რომ ელფინიც ბედნიერი იქნება. ასეა. მოდი საყვარელო. ჩემი პატარა ყოვლის მწოდნე. პატარა არ ვარ. ხარ. ჩემთვის ყოველთვის პატარა იქნები. ძამიკო. კარგი, ჩემი წასვლის დროა. ახლა ბაჰართან მიდიხარ? მოკითხვა გადაეცი. კარგი. როგორც ჩანს, პანიკაში ჩავარდი. ადვილად მომატყუებდი? არც ისეთი მეამეტი ვარ. მე ვარ ის კაცი, ვინც თაღლითობაზე წიგნი დაწერა. გაიგებ ვისთან გაქვს საქმე. ჩედი რეკე. სისხლს გაგიშრობ. ვერ ვიჯერებ. ისევ გამითიშა. ამ სულელს ბიზნესის არაფერი გაეგება. ჩემი ბრალია. უბნის ბრედ პიტად მე ვაქციე. კარგი, როგორც გინდა. შენთან ხვეწნას არ ვაპირებ. შენი გზიწადი. აღარ დაგირეკავ. ბაჰარ. დემირ. როგორ ხარ? უკეთ. იმდენი რამის გადატანა მომიხდა. ახლა ისეთი ბედნიერი ვარ. ვერ წარმოიდგენ რა მშვიდად ვარ. არაჩვეულებრივია. შენ, გონულმა და ფამუქმა. ოჯახური სითბო კვლავ მაგრძნობინეთ. გმადლობ. შენ ყოველთვის ასე იგრძნობ თავს, ბაჰარ. მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები, რათა თავი მშვიდად და ბედნიერად გაგრძნობინო. მაგრამ ახლა დემირ მიდიხარ? ახლა არ მოხვედი? რამდენიმე ადგილზე უნდა დავრეკო. არ მინდა თავი მოგაბეზრო.
შენც დაისვენ. ტარიკ, მიშობიერების მერე ისედაც ბევრი საქმე გვექნება. ხომ არ ჯობს ბავშვის ტანსაცმელზე ფიქრი ახლავე დავიწყოთ. მართალი ხარ. უკვე მგონი დროა. ვიფიქრე ლამაზი საწოლი ვუყიდოთ. მაინც მთელი დღე ერთად ვართ. რა სიტყვი? ხო. რა კარგად მოიფიქრე საყვარელო. ავეჯის გამყიდველს ვიცნობ ძმა ერდინჯს. დაურეკავ კატალოგს გამოგვიგზავნის და შევარჩევთ. კარგი. ოღონდ შენი ტელეფონით დაურეკავთ. ფოტოებს უკეთ დავინახავთ. კარგი. ალო, ერდინჯ? ჩემგან ფოტოები მიიღე? ხო, მივიღე. დარეკვას ვაპირებდი. ეს რა არის? მოგვიანებით გეტყვი. აირჩია ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონება. მე ავირჩიო? ხო, შენ. შენს გემოვნებას ვენდობი. და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. ამის შესახებ არავის არაფერი უთხრა, კარგი? რა თქმა უნდა არ ვეტყვი. მაგრამ გეგმას მაინც არ გამიმხელ? ხომ გითხარი, მოგვიანებით გეტყვი. რაც გთხოვე შეასრულე და არავის არაფერი უთხრა. მოდი, სადაც გითხარი, იქ შევხვდეთ, კარგი? კარგი, ძმაო. კარგი, შეხვედრამდე. დროებით. დემირ, შეიძლება კითხო ასე ჩუმად ვისალაპარაკებოდი? ჩუმად? რას გულისხმობ? ხომ გითხარი საქმესთან დაკავშირებით მირეკავდნენ? დემირ, შევნიშნე რომ იღიმოდი. სამსახურზე საუბრისას ასე ვინიღიმის. ვიღიმოდი? ბაჰარ. შენ რა ეჭვიანო? ვინ? მე ვეჭვიანო? არა, არ ვეჭვიანობ. უბრალოდ მაინტერესებს. ბაჰარ. საინტერესო აქ არაფერია, ხომ გითხარი? სამსახურთან დაკავშირებით დამირეკეს. სერიოზული არაფერია. ძირფასო ჩემი ღემილი მხოლოდ შენ გეკუთვნის. მხოლოდ შენ. და სხვას არავის. დარწმუნებული ხარ? ხო. თუ ასეა, კარგი. დედა, საყვარელო, გამარჯობა. როგორ ხარ? იმედია ყველაფერი კარგად არის. ხო, დედა. შენ როგორ ხარ? ძალიან მომენატრე. სახლში არ მოხვალ? შვილო. სწორედ ამიტომ გირეკავ. ხომ იცი, ბაჰარს რა შეემთხვა. ვიღაცამ უნდა მიხედოს. აქ ცოტა ხნით კიდევ დავრჩები. ხო, მესმის, მაგრამ ძალიან მენატრები. შვილო, მოვალ ხოლმე. განადედა შენი შენს მონატრებას გაუძლებს, ჩემო ლამაზო გოგო. კარგი, დედა. არ დამივიწყო. დამირეკე ხოლმე. პირდები. როგორ დაგივიწყებ საყვარელო? ოღონდ დამპირდი რომ არ მოიწყენ. და არ გადაიხლები, კარგი? ნუ ხელავ, დედა. თარიკი ჩემზე ზრუნავს. არ ვიხლები.
კარგი ძირფასო. თავს გაუფრთხილდი. კიდევ დავრეკავ, კარგი? ნახვამდის შვილო. ნახვამდის დედა. შვილებზე ფიქრი არ გვასვენებს არა გონულხანიმ. ასეა ფამქანიმ. ჩემი შვილი გაიზარდა გათხოვდა, მაგრამ ჩემთვის ის მაინც პატარაა. აბა რას ვამზადებთ? გისმენთ? ესენჰანიმ, ფოტოსესიის თაობაზე ვრეკავ. დიახ, მახსოვს, გამარჯობა. როგორ ხართ? ყველაფერი რიგზეა? თქვენი გამოგზავნილი ფოტოები მომეწონა. ახალ სარეკლამო კომპანიაში ბრენდის სახე გვინდა იყოთ. რა სიტყვით? მართლა ძალიან მიხარია. იმედია ასეც მოხდება. ხომ არ ჯობს დეტალების განსახილველად შევხვდეთ. რა თქმა უნდა, როცა მოისურვებთ. შემიძლია სხვა მოდელების ფოტოებიც გამოგიგზავნოთ. არა, თარიქბეი ძალიან მოგწონს. სწორედ ის გჭირდება. თუ ის არ იქნება, შეთანხმება გაუქმდება. იმედია, პრობლემა არ წარმოიქმნება. ხომ ასეა? რადგან მოგეწონათ, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ არის. კარგი, უახლოეს დღეებში შევხვდეთ და ყველაფერი განვიხილოთ. შევხვდეთ, როცა მოგესურვებათ. ნახვამდის. არის, როგორც იქნა. თარიქი როგორ დავითანხმო? დემირ, არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო. როცა ბახარს რთული პერიოდი ჰქონდა, ყოველთვის მის გვერდით იყავი. შენი მხარდაჭერა რომ არა, ვინ იცის რა იქნებოდა. ბაჰარი თვითონ არის ძლიერი. მე უბრალოდ მის გვერდით ვიყავი და ყოველთვის ვიქნები. მაგრამ ახლა უნდა წავიდე. რაღაც საქმეები მაქვს. საქმეები? დარწმუნებული ხარ? ხო, რა თქმა უნდა. და შენ რამე სხვა იფიქრე? არა, არაფერზე მიფიქრია. უბრალოდ კითხე. არ შეიძლება? რა თქმა უნდა შეიძლება. მაგრამ უნდა წავიდე. დემი, ღმერთმა დაგლოცოს. მადლობთ. გაგაცილებ. კარგი. ნახვამდის? ნახვამდის. გულს უხარია, როცა ბედნიერს ვხედავ. რა თქმა უნდა. ნახვამდის. თავს გაუფრთხილდი, დემირ. თავს შენს გაუფრთხილდი. ნახვამდის, ბაჰარ. ფამუკ. ფიქრობ დემირი მიყვარს. Güzel kızım benim. ჩემო საყვარელო. Allah mutluluğunu ღმერთმა სულ ბედნიერი გამყოფოს.
Senden istediğim şeyi yapmak bu kadar mı? ნუ თუ ასე რთულია მის გაკეთება. Yani muhtemelen იპოვე ის კონვერტი. bir yerde duruyor. აიღე და მომიტანე. Bana getireceksin. Hanımım ben size გასაგებია, ჰანი, თქვენი მესმის, მაგრამ მითხარით იმ კონვერტში რა დევს? yanlış saf ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მეშინია სხვა კონვერტი არა ვიყო. მე კითხები შიგნით რა დევს? Sen zaten რა შენი საქმეა? haber ver. რატომ ეკითხება? Soruyor bir de. იმ კონვერტში ყველაფერია. Varsa var. Hayır, bir ერთი tane რაღაც bir გთხოვე და tane soru ასე კითხვა და მისვი დიოდო. Zarf უბრალოდ კონვერტი მჭირდება. sanki babanın მე რა შენი მოსამსახურე ვარ? რა თქმა უნდა შეგეკითხებოდი. ამაში გასაკვირი რა არის? დეიდა, ვის ელაპარაკები? მერცა როგორ შემაშინე? sen miydin? რომ მოულოდნელად შემოხვედი. Sen benim Bismillah. ha? შენ რა Şeyle konuşuyordum. მისვენდი? Aysun მოკლედ, აისუნ ხანიმა რაღაცის გაკეთება მთხოვა. Onun ასე რომ, კარგი, კარგი, მე გავდივარ. დროებით, yolun açık olsun. შეხვედრამდე. ნახვამდის. Bana ne senin? სულ არ მაინტერესებს შენი კონვერტი. და საერთოდ, რატომ უნდა ვიპოვო და მოგიტანო? Faydası ol. არავითარ შემთხვევაში. Senin tuzun ვილაში გადახვედი. შვენივრად მოეწყე. olmakta. Harun'la evlen. ხარუნს რომ ცოლად გაყოლოდი, მე გეხმარებოდი. მე, Bu kadın ne? მაგრამ რა გამოვიდა? Hiç soruyor musun? ერთხელ mains დაინტერესებულ ხარ ასჭამ. Soruyorum. დიდი ხანი მუშაობაც კი არ შემეძლო. Başka bir şey yap. მოთხოვნები. სხვა არაფერი. გასაკეთებ. შენდება. Şu çok რა ლამაზია რა? ეს ხომ არ გვეყიდა? ძალიან ლამაზია. ესეც ლამაზია. მე ესეც მომწონს, მაგრამ შესაძლოა უკეთესიც იყოს. შემდეგზე გადადი, მოიცა. თარიქ შეხედე რა საყვარელია. ეს ძალიან მომწონს. თუ მოგწონს გადაწყვეტილია ერდენს ვურეკავ. კარგი. ალო? ერდენს. ფოტოები ვნახეთ. ჰაზანმა შეარჩია. ყველაზე მეტად ოვალური კრემისფერი საწოლი მოეწონა. როდის შეგიძლია გამოგვიგზავნო? ახლავე? არა უშავს, მე მივხედავ. კარგი, სახლში ვარ. ველოდები. კარგი. მოკლედ გამოგზავნის და მერე ავაწყობთ. სხვა შემთხვევაში 2 დღე მოგვიწევს ლოდინი. კარგი არა უშავს. რა მაგარია. საწოლი ძალიან მომწონს. ოჟჯანს დაურეკავ, ისა აწყობს. არა. მე დაგეხმარები. არა, ასე ვერ დაგგვირთავ. ოჟჯანი რას აკეთებს? ის დამეხმაროს.
ბოლოს და ბოლოს ჩვენი შვილის ბიძაა. დიე კუთხში სენჰანიმ. ალო? ოჟან, რას აკეთებ? რადგან აისუნი კონვერსაციებს, ესე იგი შიგნით რაღაც მნიშვნელოვანია. და მაინტერესა, რადგან ასე ძალიან დაჟინებით ითხოვს? აბა. აბა, ეს კონვერტია? როგორიც აღწერა, ასეთია. თითქოს იგრძნო. ნახოთ შიგნით რა არის. ეს რა ჯანდაბაა? რა არის ეს? რაღაც ნაგავია. არც ფოტო, არც წერილი. რა დაშავდება ამ ნაგავს აისუნ ხანიმს თუ მივცემ? საინტერესოა დემირი რა სიტყვის. მაგრამ არც აისუნ ხანიმის ყანინება ღირს. კარგი რა, ჰაჯერ. ვისთვის ცდილობ? ჰაჯერისთვის ქურუში არ ემეტება. ჰაჯერი კი მის გამოხელავს. არა, ასეთი რამ აღარ მოხდება. ელფინასე ნომიყურებ. ჯერ ყველაფერს მოვაგვარებ და მერე აგიხსნი. კარგი ძმაო, კარგი. გისმენ ბაჰარ. საყვარელო, მე და გონული ახლა სამზარეულოში ჩამოვედით. მინდა შენთვის დესერტი მოვამზადო. კონკრეტულად რამე ხომ არ გინდა? დაიწყო უკვე ეჭვიანობს. ძმაო, რა მოხდა? ამის უფლება აქვს. ძირფასო, შენს გემოვნებას ვენდობი. რასაც მოამზადებ, ყველაფერი მესიამოვნება. კარგი. ახლა რას აკეთებ, სათხარ? მანქანაში. შეხვედრაზე მივდივარ. როდის დაბრუნდები? რომ იმ დროისთვის მზად მქონდეს. მაპატიე, ჯერ არ ვიცი, როდის დავბრუნდები, მაგრამ დაგირეკავ. კარგი. სულაც არ მიკვირს ბაჰარი თუ ეჭვიანობს. მას უკვე ატყუებ, ჩემ თვალწინ. აგზივარ და ატყუებ. არ ვატყუებ. ის გაბედნიერდება. სიმართლეს როცა გაიგებს. შენ აირჩიე რაც გთხოვე. ო, ავირჩიე, მოგეწონება. ძალიან კარგი, რადგან ასეა საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. მოიცა. შეუძლებელია. ვერ ვიჯერებ, ის ხომ არაჩვეულებრივია. რა მაგარია.
27 ჯერ ყველაფერი მოსამზადებელია, დრო კი არც ისე ბევრია. ბაჰარ, მომეხმარები ძვირფასო. Şuradan küçük bir fincan პატარა al. ჯიქას გამოიღებ, იგდებს. Al şuradan პატარა ჯიქა. fincan bakayım. Hı. Gel şimdi. აი ასე. Hemen şurada. ზუსტად fincan 4 ჭიქა ფქვილი უნდა koyacaksın ჩაყარო. içine, tamam mı? მიდი. მოიცა ბაჰარ. გაცრა დამავიწყდა. Geçirmemiz lazım onu. Bir saniye. Hah, ერთი წუთით. al. აი გამომართვი. ეს რისთვის არის? საყვარელო, შენ ხომ დემირს დესერტის მომზადებას შეპირდი? იფიქრებს რომ მოატყუე. Çıkartır mıyım? Hadi bakalım. მიდი, ქვილი დაყარე. Kusura bakma. მობატიე, უბრალოდ წამომცდა. Güzel kızım. საყვარელო, İnsan როცა ადამიანი sevdiğini უყვართ, merak eder. მას ეიჭვიანობენ კიდეც. Doğaldır. ეს ბუნებრივიც არის. Böyle olmazsa თუ არა და bu ესე იგი terslik ურთიერთობაში რაღაც ისე არ არის. Ama და ben მირს bunu უკვე o დიდი kadar ხანია seviyorum ვიცნობ. ki. Nasıl denir? იცი მას Kendinden საკუთარ çok თავზე onu მეტად ვენდობი. O kadar düzgün bir çocuk. ის ისეთი ღირსეული ადამიანია. Güzel kızım benim. ნუ ხელავ ჩემლამაზო. Gönül abla. არა დაუგონო. Güvensizlik değil მის aslında. მიმართ უნდობლობას არ განვიცდი. არც მეჭვიანობ უბრალოდ Sadece çok ძალიან ცნობის მოყარე ვარ. Merak değil mi? რჩობს აღიარო. Onsuz da რომ მის გარეშე არ sevgilisi შეგიძლია. bana. ცეცხლს დავუწევ. Şimdi şunun içine მისმინი ახლა კვერცხი გათქვიფე, მიდი. 4 კვერცხი გატეხე, კარგი? Onu კარგად birazcık ათქვიფე. Dur ben sana açayım. ამას აკდავდებ. Al kızım. აი, გამომართვი. Güzel. აიღე. Ha. Güzelce çırp şimdi. Onu კარგია. eğ biraz. სწრაფად გათქვიფე. Eğ, çırp, çırp. სწრაფად, უფრო სწრაფად. Ha, çırp, çırp. სწრაფად, სწრაფად. აი ასე. გონი ჯერ ეს დეტალი უნდა აგვეწყო. აი, ორჯანი მოვიდა. საწოლის საწყობა არც ისე მარტივი ყოფილა. გამარჯობა ჰაზან. მოდი უჟენ. გამარჯობა. გვაპატიე. საქმე რომ გამოგიჩინეთ. ასეა. შენ ხომ მისი ბიძა ხარ? არა უშავს, ავაწყობთ. უჟენ, შეხედე. ის ჩვენი შვილის შესაძმელია. Çok şirin değil. მიდია ხომ საყვარელია. ძალიან საყვარელია. Hadi bakalım. მოდი დავიწყოთ. O zaman. იმ იდიოტის იმედზე ვიყავი, ის კი სახლში არ არის. O evde bile yok ama kabahat bende ya. მაგრამ ჩემი ბრალია. İnsanlara güvenip ასე ხდება, როცა მისნაირ უტვინოს სენდობი. Bak. აი ისიც. Ettiğim gibi. ჰაჯერ. Hacer. ჰაჯერ. 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 ჰაჯერ მეთქი. გაჩერდი. რა ხდება ვიხარ? შემომხედე და მიხვდები. ხანიმ თქვენ ხართ? ხო, შენი ხანიმი ვარ. Kuruşluk hakkında beni oyalayacak. შენი სუსტი ჭკვით გეგონა რომ გამასულელებდი? ხედავ, მოვედი და გიპოვე. ხანიმ მისმინეთ, მე მოგედე. Yalan söylemeye çalışıyorum. ყვილის თქმა არ წგაბედო. ზარებს რატომ არ პასუხობდი? Ya adamım. Ya ხომ იცით? ელფინი სულ ჩემ გვერდით ტრიალებს. შესაძლებლობა არ მომეცა. ძალიან კარგად გიცნობ. როცა გინდა გზას ყოველთვის ნახულობ. ნუ ტყუი. Ben senin karın მე ის მაქვს, რომ ჩემ ძალიან გჭირდება. Bekle. შეხედე? Bak. ნახე?
გამომართვი. O zarfı getirirsin. მე ფულს მიიღებ, ჰაჯერ. Para vereceğim. გასაგებია? Tamam mı? კარგი, ჰანი, დაგირეკავთ. როგორც კი კონვერტს ვიპოვი. Biriniz olun merak თქვენი სურვილი ჩემთვის კანონია. რა თქმა უნდა. bulduğunda beni ara. დამირეკე, როცა კონვერტს იპოვი და გეტყვის სად უნდა წაიღო. Tabii ki. რა თქმა უნდა. გელოდები. ნახვამდიც. Ay deli olacağım. შეიძლება ჭკუიდან გადავიდე. Ya. ის იდიოტი ჩემს ზარებს არ პასუხობს, მაგრამ საბუთებში მისამართი იქნება. აი ისიც. Hayırdır? შენი ძმის ოთახში რასაკეთებ? Tişört. ჩემი ერთი მაისური მის ნივთებში შემთხვევით მოხდა. კარადაში ვნახავ. Tabii müsaade. ცხადია შენი ნებართვით. კეთილი იყო შენი მოსვლა. შენი ნახვა მიხარია. მეც მიხარია. დაგონულმა და მე ძალიან გემრიელი დესერტი მოგიმზადეთ. უკვე ნერწყვი მომადგა. Sen ne რასაკეთებდი? yapıyorsun? დღემ როგორ ჩაიარა? მოსაყოლი არაფერია. სამსახური. ჩვეულებრივი მოსაწყენი დღე იყო. მაგრამ ჯერ ხომ არ მოხჩენილ ვარ. კიდევ მომიწევს წასვლა. მაგრამ არ ვიცი უშენოდ როგორ გავძლებ. ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.